Tasty-ით ეს არის პირველი ქართული სოციალური ქსელი საჭმლის მოყვარულებისთვის. ეს პლატფორმა ტრადიციული გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებულია. ის მომხმარებლებს კერძების დათვალიერების შესაძლებლობას და საერთო კულინარიული გემოვნების გათვალისწინებით ახალი ადამიანების აღმოჩენა გაცნობის საშუალებას აძლევს. როდის შეიქმნა და რას გულისხმობს აღნიშნული აპლიკაცია, რამდენად წარმატებულად მუშაობს და რაც მთავარია, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის, ამას ჩვენი სტუმრისგან Tasty App-ის თანადამფუძნებელ თეო გონგლაძისაგან გავიგებთ, რომელიც უკვე ჩვენთანაა. და დილა მშვიდობის, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოგზაურობისთვის. ადამიანები, რომელსაც გვიყვარს კვება. კვებას და ურთიერთობებით. რაღაც გაცნობაც. რასაკვირველი. მაშინ თქვენთვის ყველაფერი ახალი შემეცნელი. ბევრი დეტალი არის ისეთი, რომელსაც ალბათ გვეტყვი. კი, ყველაფერს გაგიზიარებ. გაგვაცანით, მოდით ეს აპლიკაცია, რომელზეც სასაუბროდ შევიკრიბეთ. მოკლედ, როგორც უკვე აღნიშნეთ შესავალ სიტყვაში, Tasty-ით არის პირველი ქართული სოციალური ქსელი ჭამის მოყვარულებისთვის, სადაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან საჭმლის სიყვარულით, საერთო კულინარიული გემოვნებით. საიდან წამოვიდა ზოგადად აპლიკაციის შექმნის იდეა. იდეა გაჩნდა პანდემიის პერიოდში, როდესაც კვებაზე გადავიერიეთ ყველა. კვებაზე და გაკეთებაზე. სახლში ვსხედვართ, ვერ მეკონტაქტებით ჩვენს მეგობრებს და გარდა იმისა, რომ პანდემიის პერიოდი იყო და მაშინ გაჩნდა აპლიკაციის შექმნის იდეა, ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ის რეალობა, რაც ზოგადად უკავშირდებოდა გაცნობის აპლიკაციებს და გულისხმობ იმას, რომ ნაცვლად იმისა, რომ აპლიკაციებმა ადამიანები ერთმანეთს დააკავშირონ, უფრო მეტ გაცრუებას იწვევდა ეს ყველაფერი. ჩვენ ჩავატარეთ ასევე პატარა მოკვლევა ჯერ ჩვენს მეგობრებში, შემდგომ უკვე უფრო ფართოდ და რეალურად დავინახეთ იმის საჭიროება, რომ შეგვექმნა აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს კომუნიკაციას გაუმარტივებდა და ერთგვარად ალტერნატივა გახდებოდა გაცნობის აპლიკაციების. უკვე 3 წელია, რაც ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ აპლიკაციამ გაამართლა, იდეამ გაამართლა და ვალიდაცია არის 3 ბაზარი, ეს არის საქართველო, ამერიკა და გერმანია. ამერიკაში ვართ ნიუ-იორკში, გერმანიაში ვართ ბერლინში და საქართველო მთლიანად გვაქვს, ასე ვთქვათ, მოცული. გარდა ამისა, ვალიდაცია არის ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებენ აპლიკაციას. ამ ეტაპზე გვყავს 70,000 აქტიური მომხმარებელი, თუმცა აპლიკაციების გადმოწერების რაოდენობა ცხადია, ბევრად უფრო მეტია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ აპლიკაციამ გაამართლა, არის ის, რომ ადამიანები თავიანთი რეალური პროფილებით, რეალური სახელებით რეგისტრირდებიან, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მარკეტინგულ კომუნიკაციაში, რასაც ვაჟღერებდით, რომ ეს არის აპლიკაცია, სადაც შეგიძლია ადამიანები გაიცნო ყოველგვარი რომანტიკული ქვეტექსტის გარეშე, მარტივად და არ გქონდეს შეხვედრის დროს უხერხულობა, რაც ზოგადად პაემნებს ახლავს ხოლმე, რეალურად ამან გაამართლა და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. ეს ბარიერი გადალახულია წინ. მე მაინც დამეხმარეთ თეო, რომ მივხვდე, რას ნიშნავს ეს აპლიკაცია და რატომ უნდა გამოვიყენო მე, რატომ დავინტერესდი ამით. დავუშვათ, თუ არ მინდა შეხვედრა, ან პირიქით, თუ კვება მინდა და არ მყავს მეწყვილე ვისთანაც შევჭამდა, მარტო კვები დავიყალე, მარტო ვცხოვრობ სადღაც. აი, დამეხმარეთ მივხვდე კონცეფციას. მოკლედ, თავიდან დავიწყებ ზოგადად როგორ ხდება აპლიკაციის გამოყენება და რა რეჟიმებით მუშაობს. პირველი ეს არის საჭმელების დათვალიერების რეჟიმი, food რეჟიმი, უბრალოდ ქართულად მინდა ვისაუბროთ, ამიტომ არ გამოვიყენებ უცხოური ტერმინებს. კვების რეჟიმი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ საჭმელები დაათვალიერონ და თუ არ უნდა სხვა ადამიანების გაცნობა, აღმოაჩინონ ახალი ადგილები, ახალი საჭმელი, ინსპირაცია მიიღონ რა ჭამონ და უბრალოდ არავის არ შეხვდნენ. ანუ მე თუ ამ საიტზე აღმოჩნდი, ეს იმას არის, რომ მაინც და მაინც იმის გაცნობა მინდა, მინდა შემეცნება იმ სხვადასხვა საკვები ობიექტი იქნება თუ თვითონ პროდუქტი. კი ბატონო. ახალი ადგილების გაცნობა, ახალი კერძების აღმოჩენა, გვაქვს ასევე მეორე რეჟიმი, რომელსაც ქართულად ნადიმის რეჟიმი დავარქვით. მაგალითად, საღამოს მინდა ვჭამო ხინკალი, მაგრამ ჩემი ყველა მეგობარი დაკავებულია. გავაკეთებ ჭამის ღონისძიებას, ასე ვთქვათ, ჭამის ივენტს. შემიძლია მივიღო თხოვნები სხვა მომხმარებლებისგან, შევარჩიო ერთ-ერთი, დავადასტურო და საღამოს მასთან ერთად წავიდე ხინკლის შესაჭმელად. თუ ჩემს მეგობრებს არ სცალიათ. ამ მიზნით შეიძლება გამოყენება. გარდა ამისა, გვაქვს 1+1 შეთავაზებები ჩვენი პარტნიორი კვების ობიექტებისგან და შემიძლია მეგობართან ერთად წავიდე ან აპლიკაციაში გაცნობილ ადამიანთან ერთად და ვისარგებლო აი ამ შეთავაზებებით. ანუ რეალურად სამ მომსახურებას იღებს ჩვენი აპლიკაციის გამოყენებით ადამიანი, გარდა იმისა, რომ შეუძლია სხვა ადამიანების გაცნობა და მათთან დაკავშირება. და უკვე აპრობირებული საკვები ობიექტები
B არის მითითებული როგორც მივხვდი. ხო, ეხლა ერთხითაც დავინტერესდი მე სწორი კითხვა. ხო, ერთია მე რა საკვები მიყვარს და მეორეა დაწესებულება, რამდენად სანდოა, სადაც მინდა თუნდაც ახალ ადამიანთან, ახალგაცნობილ მეგობართან ერთად გაუზიარო შეგრძნებები იმ ჩვენ საყვარელ კონკრეტულ პროდუქტზე. ესე იგი, ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი პარტნიორი კვების ობიექტი, რომლებსაც განთავსებული აქვთ თავიანთი კერძები და ასევე შეთავაზებები. მათ თქვენ უკავშირდებით თუ თვითონ გამოთქვამენ სურვილს დაუშვათ? მე როგორც ამ კუთხით მაინტერესებს. რესტორატორი. კი, ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ თავიდან, როდესაც ახლები ვიყავით ბაზარზე და ხალხი არ გვიცნობდა, ძირითადად ჩვენ თვითონ ვუკავშირდებოდით, ჩვენ ვაცნობდით, შეთავაზებას უკეთებდით. ახლაც გრძელდება ცხადია ეს რეჟიმი, მაგრამ მას შემდეგ რაც გარკვეულმა ნაწილმა უკვე გაგვიცნო, თვითონაც გვიკავშირდებიან და მსგავსი შემთხვევებით საკმაოდ ბევრი გქონია. თეო, იცით რა მეინტერესებს? რაღაცა მე მგონი უფრო საკვების მიმართულებით წავიდა ჩვენი ინტერესი და რეალურად ეს არის გაცნობის გვერდი, ხო? ანუ ესეც ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ეს არის, ხო? გარდა კვების, კვება ყველას უყვარს, მაგრამ რაღაც ეს ურთიერთობის გამარტივება საკვების გზით და რაღაცა უკვე საერთო თანხმდება, რომ ჩვენ აი ამ საკვებზე შევთანხმდით. აი ზუსტად ალბათ ეს არის და აქვე თუ არის დავუშვათ ეს უსაფრთხოების ნაწილის გათვალისწინება, რომ ახლა უცხო ადამიანთან მივიდივარ, აი რა ვიცი მართლა ვინ არის და რა ფიქრები შეიძლება გქონდეს. აი ესეც ჩამაყოფილი. კი ბატონო, აი ზოგადად უსაფრთხოების ნაწილი ციფრულ სივრცეში საკმაოდ მოუწესრიგებელია ნებისმიერი აპლიკაციის შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ ამ წესებს, რამდენადაც შესაძლებლობას გვაძლევს რეგულაციები და რამდენადაც შესაძლებელია სოციალურ სივრცეში. ცხადია, ვთქვათ Instagram-ს, Facebook-ს რა რეგულაციებიც აქვს და წესები ჩვენ ყველაფერს ვიცავთ. დანარჩენი უკვე დამოკიდებული არის მომხმარებელზე, ციფრული სივრცე ზოგადად იმდენად ფართო სფეროა, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი და გაცნობის აპლიკაციების შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანთან მიდის შეხვედრაზე, ცხადია გარკვეული რისკები არსებობს და ამაზე უნდა იფიქროს ინფორმირებულმა მომხმარებელმა. ცხადია, თუმცა რაც ეხება ესე ვთქვათ უსაფრთხოების უკანა მხარეს, რომელიც ჩვენ გვეხება და ჩვენი პასუხისმგებლობა, ცხადია ამ ნაწილში ყველანაირ წესს ვიცავთ და მაქსიმალურ უსაფრთხოებას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. რა საგზეა გათვლილი? კარგი შეკითხვა. შეზღუდვა არ გვაქვს აბსოლუტურად დაწესებული. დარეგისტრირებულები არიან 18 წლიდან ზემოთ და ზუსტად სრულწლოვანი უნდა იყოს. კი, სრულწლოვანი უნდა იყოს აუცილებლად და ჩვენს მარკეტინგულ კომუნიკაციებშიც ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია გამოიყენოს, იმიტომ რომ საჭმელი არის ასე ვთქვათ თემა ან მედიუმი, რომელიც ოდითგან აკავშირებს ადამიანებს. ვერ კიდევ აი ცეცხლის გარშემო რომ იკრიბებოდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ, შესაბამისად ასაკი შეზღუდული არ არის ჩვენს აპლიკაციაში. როგორ უნდა მოხდეს მისი გადმოწერა, როგორ იძებნება და შემდეგ დავუშვათ შენ გაქვს შენი პროფილი, რომლითაც შენი თანამევა მენადიმე თუ როგორ თანამინახე დაგათვალიერებს და ანდობით განეწყობა ან პირიქით იტყვის რომ არა ეს არ არის ჩემი დავუშვათ ადამიანი თუ აი როგორ ხდება უკვე ეს დაკავშირებები. აპლიკაციის გადმოწერა არის ძალიან მარტივი, როგორც სხვა აპლიკაციების შემთხვევაში არის როგორც iOS-ის მომხმარებლებისთვის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის. რეგისტრაციის დროს უთითებს ადამიანი თავის ინტერესებს, რა სფერო აინტერესებს, რაზე უნდა საუბარი ვთქვათ იმ ადამიანთან, რომელსაც აპლიკაციაში გაიცნობს, როდესაც უკვე იწყებს კერძების დათვალიერებას და მოწონებას, უკვე იქმნება, ასე ვთქვათ, მისი ბიბლიოთეკა ამ კერძების და მე როდესაც ვიწყებ ადამიანების დათვალიერებას, უკვე ვიცი, რომელი საჭმლის სიყვარულით შეიძლება დავკავშირდე ამ ადამიანთან და შესაბამისად მარტივად ხდება ადამიანის გაცნობა, შეუძლია განათავსოს ფოტო, როგორც სხვა სოციალური ქსელების შემთხვევაში ხდება პროფილების შექმნა, რომ სხვა ადამიანს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას შესახებ, ანალოგიურად არის უბრალოდ აქცენტი გაკეთებულია კულინარიულ გემოვნებაზე მეტად. გაიგე, ესე იგი, ხაში თუ არ გიყვარს, ხაშის მოყვარულთან ვერ მოხვდები ერთ მაგიდასთან, გაიგე? არავისთვის ასიამოვნო არ იქნება ეს და რატო? შეიძლება პირიქით ხაშის სიყვარულმა დაახვევას ყველი რომელიც ერთად მეორეს მოწონს. ხო, თორე ჩემი გვერდი იქნებოდა მეგრული კულინარიით გადაძეძგილი. რატომაც არ დიდი მადლობა. მადლობა თქვენს. წარმატებები თქვენს პროექტს და რომელიც უკვე ყოფილა 3 წელია ხელმისაწვდომი ჩვენი მაყურებლებისთვის მათ შორის.